Გუშინ ყველა მოისმინეთ ალბათ მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო საუბრები ვანო მერაბიშვილის და გივით არგამაძის და ვიღაცა კონსტანტინესი კრიმინალების მეშვეობით აპირებს თურმე ეს ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას გივით არგამაძის და ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ახლავე საქართველოს დამკვირვებლები არჩევნებში არჩევნებს უნდა აკვირდებოდნენ მაგრამ დამკვირვებლები რეალურად მათ შორის არ უნდა ყოფილიყვნენ სპორტსმენებიო, ითქვა, მოჭიდავეებიო, ითქვა, ძალოვნები, ითქვა, პოლიციელები. იყოს ის ხალხი, ვინც რეალურად უნდა აკვირდებოდეს არჩევნებს მხოლოდ და მათი რიცხვიც უნდა იყოს საქართველოს ადეკვატური. პირდაპირ თქვა, ცდელობა იყო სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და სხვა ქვეყნის საქმეების არების. შეხვედრები მქონდა, მაგრამ ამჯერად ჩემი შეხვედრების მთავარი მიზეზი იყო საქართველოს ბიზნესმენებთან მქონდა შეხვედრა და საქართველოს დამოუკიდებელი ტელევიზიების ტექნიკური აღჭურვა იყო ამ ეტაპზე ჩემი შეხვედრის მთავარი მიზანი. დამოუკიდებელი ტელევიზიები რომელია? თქვენი ცით კარგად რომელიც ასწავლეთ. რომ დამთავრდება მოლაპარაკებები ყველაფერს ნახავთ. ანუ კავკასიიდან გაიგულისხმობა. არა მარტო. ჯერ არ გეტყვით, როცა დასრულდება მოლაპარაკებები, ეს უბრალოდ ვეხმარები ამ ხალხს. დანარჩენს მე გაიგებ, როდესაც ეს დამთავრდება საუბარი. ეს მათი საქმეა, თვითონ გაარკვევენ დანარჩენს. რამდენი ტელევიზიაა საუბარი? ბევრზე. მაშინ რეგიონებიც იგულისხმება ალბათ? რეგიონებიც იგულისხმება ალბათ. ანუ ეს ტელევიზიები რომელშიც ტრანსფერტ ინტერესია. მე ინტერესი არ მაქვს ტელევიზიებში, მე ინტერესი მაქვს საქართველოს პოლიტიკაში, საქართველოს მომავალში. მაჩი. ეს პირობა წმინდა მოგცეთ აუცილებლად. ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ახლავე